ძალიან მაგარი კონცერტი იყო კარნეგი ჰოლში, სუხიშვილების და ძალიან ამაყი ვიყავი ამით, მართალი გითხრათ, იმიტომ რომ მიყვარს მე ეს ძალიან ეს კლასიკური ანსამბლი. რა თქმა უნდა, აირისიონიც მიყვარს და დანარჩენებიც, რუსთავიც და ასე შემდეგ ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ეს კონცერტი ხა კარნეგი ჰოლში რო ჩატარდა ძალიან მაგარი კონცერტი იყო, მაგრამ შევეკამათებოდი ელემენტარულად იმ სიტუაციას, რასაც პატარა ილიკო სუხიშვილმა უბრალოდ კამათის ამბავში ვიძახი რა. დენიროსთან, რობერტ დენიროსთან მიმართებით თქვა, რომ ის იყო მისთვის ყველაზე უფრო კარგი მსახიობი ილიკო სუხიშვილის მისი ბაბუის მერე. მაგაში ვეთანხმები, რომ ილიკო ძალიან დიდი მსახიობი იყო და ძალიან მაგარი პიროვნებაც იყო და ადამიანის და საერთოდ ეს ოჯახი ილიკოს და ნინოს ოჯახი ძალიან მაგარი ოჯახია, ძალიან მიყვარს ეს ყველაფერი, მაგრამ დენიროზე რა მოგახსენო ილიკო რა. დენირო იყო ესეთი ძალიან მაგარი, აი როგორც სტანისლავსკი იყო ქართულ თეატრში, ესეთი იყო ამერიკაში ალი სტრასბერგი. სკოლა იყო ყველაზე ესეთი გამორჩეული და მაგარი სკოლა, სტუდია, სამსახიობო, რომელიც ეს ადამიანი არის ალი სტრასბერგი. რომლის სტუდიას დაამთავრა დენირო. და არა მარტო დენირო, ეხლა ვინ დაამთავრა ეს სტუდია, კიდე განახებთ ხა, იმის გარდა რამოდენიმე კაცი ამოუკრიბე რა ამ სტუდიიდან. დენირომ დაამთავრა ეს ამბავი, ალ პაჩინომ დაამთავრა. ნუ რა თქმა უნდა, ბუმბერაზმა, მარლონ ბრანდომ დაამთავრა ეს ამბავი. სტუდია და კიდე ბევრი იყო, ხო იქ პოლ ნიუმანი ვიღაცები არიან რა. ვერც შევადარებ ელემენტარულად დენიროს, გინდა ალ პაჩინოს და გინდა მარლონ ბრანდოს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თვითონ ალი სტრასბერგს აქვს ნათქვამი თავის ინტერვიუში, რომ თქვენი გაზრდილებიდანო მოსწავლეებიდან ყველაზე უფრო რომელი გიყვართო და ყველაზე უფრო მაგარი მსახიობი რომელი არისო და ამან ესეთი პასუხი გასცე ხა არავისთვის რო არ ეწყენინებინა ყველა ძალიან მიყვარსო და ყველა ძალიან მაგარი მსახიობი არისო პროსტო ალ პაჩინო ცილდებაო საერთოდ მსახიობობასოს და ის ვაფშე სხვა რაღაცა არისო რა ხო და ერთადერთიო რაზეც გული მწყდებაო რომ ჩემი მოსწავლე არ იყო ჯეკ ნიკოლსონიო რა. აი ესეთი პასუხი გასცა რა, ეს მაგარი აი როგორ შეიძლება ვაფშე დენირო ამას შეადარო რა. გინდაც ნიკოლსონს და გინდაც ალ პაჩინოს და გინდაც მარლონ ბრანდოს, ხო? ჩემთვის და იხა იმაზე აღარა მაქვს ლაპარაკი მის მსოფლმხედველობაზე და აი ამ იმაზე ბაიდენისეულ იმაზე რა, დენიროსი და მე მახსოვს ძალიან კარგად აქ რო იყო ჩამოსული დენირო, ისეთი პატივიცეს და ისეთი უმასპინძლეს და ისე ჩაეხუტენ და ისე მოეფერო, რომ შენგელაიებთან იყო მაგში სტუმრად ჩამოსული, ილდარისთან იყო მაშინ სუფრები, კიდე სხვებთანაც იყო ეს სუფრები, მაგრამ აქედან რო წავიდა ნიუ-იორკ ტაიმსში ძალიან ცუდი სტატია დაწერა ჩვენზე, მინდა გითხრათ, ძალიან ცუდი. ხო და იმის მერე მე აღარა მაქვს რა, შინაგანად მაგ ტიპთან საერთოდ როგორც მიყვარდა დაუშვათ, პატივს ვცემდი, ძალიან დიდ პატივს ვცემდი რა თქმა უნდა, ეხლა დენირო კარგი მსახიობია, რა თქმა უნდა ლაპარაკი და შამპენიც როგორც მსახიობი, ძალიან კარგი მსახიობია, მაგრამ აი მათი იდეოლოგია და ეს რაღაცა ეს ამათი ხასიათიდან გამომდინარე არა. თუმცა მსახიობებში ძალიან ბევრი არის ისეთი, რომელსაც მაგაზე წინ ვაყენებ რა. აი ვინც განახეთ იმაზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი, მაგრამ ნუ მე ყველაზე წინ მაინც ჩემთვის უსაყვარლესი მსახიობის და რეჟისორის და პიროვნებას როგორც პიროვნება, აი ეს ადამიანია, მინდა განახოთ
აი ეს არის ეს ოქროს კაცი არის რა. ვინც დაუპირისპირდა მთელ გოლივუდს აბსოლუტურად რა და გოლივუდმა გარიყა რა საერთოდ აღარ ფილმებში აღარ იმაში აღარ იძახდნენ და ნუ ჩაიკეტა მე მარტო იყო ძალიან დიდი ხანი რაღაცა დეპრესია ეს და მოკლედ საბოლოო ჯამში მე ისეთი კამბექი გააკეთა რომ აი მონაგონი იყო ყველა აბსოლუტურად დენიროს და ესეც რა ეს ყველაფერი იესოს ნებანიდან გამომდინარე დაემართა მაგას ისე ვერ იტანდა ჰოლივუდი მაგას აი ამ ფილმის მერე რა ну აღარ ვიძახი აპოკალიფსი ხო შედევრია საერთოდ რა როგორც რეჟისურაში ხო შედევრებია გაკეთებული გინდა ეს ბრეივჰარტი და გინდა ეს იესოს ნებანი ქრისტეს ნებანი და გინდა ეს აპოკალიფტო და მოკლედ ძალიან მაგარია როგორც მსახიობის და როგორც რეჟისორის და ვერ გავიგე დენირო რა დენირო ну კი დენირო რა